ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ახლა უნდა მოვწვათ და დაუბრაწოთ, ცოტათი დავწვათ, დავაკარამელიზიროთ ქათმის ძვლები, ქათმის შიგთავში, რომელიც როდესაც ქათამს დაამუშავებ და არ იცი რა აქნა, რა გაუკეთო, არ გადააგდო, ჯობია გაყინო და მე აი ესე ბულიონისთვის მობრაწო, დაწვა, კარამელიზირება გაუკეთო. ეხლა ეს კარგად დაიწვება, დაწვა რას გვაძლევს? კარამელიზირება გვაძლევს უფრო ინტენსიურ გემოს და უფრო მძაფრ, უფრო არომატულ ბულიონს მივიღებთ ძვლების დაწვით. არავინ ასე ადრე არ ვაკეთებდით, მაგრამ ესაა ყველაზე უტყუარი და ყველაზე კარგი მოქმედება, რითაც მიიღებთ ძალიან კარგ და მაგრამ თუ არ გინდათ ესეთი მძაფრი ბულიონი და ინტენსიური გემო ბულიონის არავინ არ გაძალებთ, ჩვეულებრივად როგორც ადრე აკეთებდით, ისე გააკეთეთ, მაგრამ თუ რამე ახალი გაინტერესებთ და ახალი ბულიონი და ახალი გემოები, აი ქათმის შემთხვევაში, ქათმის ბულიონის შემთხვევაში, პირველ რიგში მოწვით, დაწვით, ცოტა კარამელიზირება, ცოტა დაწვისკენ წაიყვანეთ ძვლები და მერე დავასხათ ყველაფერი. აი მაგალ ყველაფერს გიჩვენებთ. ასევე შეიძლება ეს ყველაფერი გამოიყენო საქონელთან მიმართებაში, ძვლებთან მიმართებაში. ძვალი გადასაგდები არ არის, ყველაფერი უნდა გამოიყენოთ ბოლომდე. ეხლა ეს მოიწვება, დაიწვება, შეფერილობას მიიღებს და მერე გეტყვით. ეხლა ამ ბოსტნეულმა თავისი არომატი და მძაფრი გემოები უნდა გაუშვას. ყველაზე მნიშვნელოვანი რაცა ეხლა აი ამ არომატს რაც აქაა, როგორ მინდა რომ გადმოგცეთ, ვინც გვიყურებთ, რომ ვისაც ოდესმე სოფელში, ქალაქგარეთ, ცეცხლი დაგინთიათ, მწვადი შეგიწვიათ, ან სხვისი შემწვარი მწვადი გაგისინჯავთ, ან ჩაქაფული გიჭამიათ, ის ცეცხლის არომატი, რაც თქვენამდე მოდის და რაც კერძში შედის, აი ზუსტად ის არომატი ერწყმის ახლა ამ ქათმის ძვლებს, ხორცს, მწვანილი არა და ბოსტნეულს, რაც ჩვენ ჩავყარეთ და გირჩევთ, რომ ეს ინტენსიური არომატი და გემო რომ მიიღოთ, სახლის პირობებშიც დაწვით ძვლები, დაწვით თქვა ნუ დაანახშირებთ, მაგრამ მიიყვანეთ კარამელიზირებამდე, ანუ ოქროსფრამდე, ცოტა კიდე შავ ფერში შეგიძლიათ გადახვიდეთ, რომ უფრო ინტენსიური ღრმა გემო წამოიღოთ ბულიონიდან. დღეს ვაკეთებ ჩვენ ქათმის ბულიონს და რატო? თოვლია სასიამოვნო ტემპერატურაა ჯერ სანამ ზეჩავა და გვინდა რომ ეს ტემპერატურა გავათბოთ კიდე აი ესეთი ღრმა ბულიონით, რომელსაც ბოლოში დავამატებ ტრუფელს. ეხლა რომელი ბოსტნეულები გავუკეთეთ? მე რაც ყველაზე მეტად მომწონს, აქ არის რა თქმა უნდა სტანდარტულად ნიორი და ხახვი, ასევე დავამატე ნიახურის ღერო, სტაფილო და რა თქმა უნდა სოკო, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ტრუფელის და ქათმის წვნიანი ერთად გავაკეთოთ. ამიტომ რაც უფრო მეტი სოკო იქნება ინტეგრირებული ამ წვნიანში, მით უკეთესი. ბოსტნეულიც მოიბრაცა. არი ფიქრობთ რომ ეხა ამ დამწვარ ძვლებს აქ დავტოვებ, ამას ამოვიღებ აუცილებლად და მაქვს იქეთ ქათამი, რომელსაც მე ჩავდებ. ეხა თავი არის სითხე, მაგრამ სანამ ამ ყველაფერს გავაკეთებთ, მანამდე პატარა ჩაი დავლიოთ, რომ ცოტა ძვლები გათბეს. სადაა ჩაიდანი? აგერა ჩაიდანი. ჭიდან წყლის მოტანას წყლით ვართ სავსე. ეს ჩადნევა. იქაც წყალის სითხე ხო გჭირდება. ზემოდან ცოტა გადაპენტეთ, რომ ეს მტვერი მოაშოროთ და აი ესე შუაში რაც დარჩება წყალი, თოვლი, ის ჩაუშვათ ახლა. ეხლა ნახე რა ხმა ექნება. მზად ხართ? 1, 2 და 3. კიდე დავამატებ ახლა თოვლს. საშუალება არის თოვლის.
ნახოთ, შევამოწმოთ ჩვენი ბულიონი როგორ თუხთუხებს, აბა. აჰა. ეხა თავარია რომ ეს ჩვენი ძვლები ამოვიღოთ. რა ძვლებმა თავის საქმე უკვე გააკეთა პრინციპში, მაგრამ სანამ ქათამს დამუშავებელს უკვე ბულიონში ჩაუშვებ რომ მოიხარშოს, მანამდე მინდა რომ სეტკაზე მოვბრაწო, თავისი არომატი აიღოს კიდე დამატებით ნახშირის, კვამლის არომატი აიღოს. ფილე გვაქვს აქ, ბარკალი და ბარკლის გადანახსენი. ისევ ჩონჩხი რაც დაგვრჩა, ის შევინახეთ რომ შემდეგ კიდე დაგვრჩება აუცილებლად ბულიონი და იმას გავაკეთებ. ქათმის ამოვიღოთ. ჩვენი 4 ფეხა მეგობრებისთვის ეს იქნება იდეალური საკვები. ბულიონიც გამოგვივიდა, ჩვენი მეგობრებიც ბედნიერები იქნებიან. ცოტა არომატი აიღოს ამ ქათმებმა. ცეცხლის არომატი, ცეცხლის ძალა. მოიბრაწოს და ჩაუშვათ. დავტოვოთ მე საშუალო ცეცხლზე და თავის საქმეს გააკეთებს. მე ამ ყველაფერს ინდივიდუალურ ფიალაში როცა ამოვიღებ უკვე გასასინჯად მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის, იქ დაუმატებ უკვე ტრუფელს და ბოლოსკენ სანამ ტრუფელს დაუმატებ, აქ ჩაუშვებ ისპანახის არა და ჭარხლის ფოთლებს. იმიტომ რომ უფრო ნას და განსხვავებულ არომატს შესძევს. მოდი, უფრო რომ დავაჩქაროთ პროცესი, აქ ჩაუშვებ. ცოტა ნაკვარჩხალიც რო აიღოს, ეს დამღუპელი საერთოდ არ არის. პირიქით. ოჰოჰოჰო. ესე და ჩაუშვათ ბულიონში. აჰა, ეს ბოლო რჩებოდა. აი, ყველაზე, მინდა რომ კარგად აღიქვათ, რომ ყველაზე ინტენსიური, ყველაზე მეგობრული, ყველაზე მძაფრი, ყველაზე მოგონების აღმძვრელი გემო აქვს, როდესაც ხორცი იძენს აი ამ ფერს. აი, ოქროს ფერს. ამას ვეძახით სამზარეულოში კარამელიზირებულს, მაგრამ თქვენ დაარქვით ოქროს ფერი. როდესაც ხორცი აი ამ ფერს მიიღებს, ესე იგი არის იდეალური და ის არომატი, რასაც გადმოსცემს, ესაა ის, რაც უნდა კონდეს ხორცს. რა თქმა უნდა, აქ მარილია დასამატებელი, პილპილია დასამატებელი და ის სუნელები, რაც ჩვენ გვსიამოვნებს. კიდევ ერთი რჩევის სახით, თუ სუნელებზე გინდათ აქცენტის გაკეთება, როდესაც ქათამი ცეცხლზე დავაგდეთ გულისხმობ ძვლებს, მაშინვე კარაქში ან ზეთში უნდა ჩაუშვათ ის სუნელები, რაც ჩვენ მოგწონს, იმიტომ რომ ცეცხლზე უშუალო შეხებით სუნელის არომატი უფრო იხსნება. აი, უბრალოდ ტაფაზე ზეთში ან კარაქში რომ მოწვათ, ან კარაქის გარეშე, ზეთის გარეშე სუნელი რომ მოწვათ და გააცხელოთ, უფრო მძაფრ არომატებს წამოიღებ. ასე რომ თქვენ თუ გინდათ უცხო სუნელი ან ნებისმიერი სხვა სუნელის მძაფრი გემო, სანამ ძვლები იწვის ტაფაში ან ქვაბში, მაშინვე გაუკეთეთ ის სუნელი, რომ კარგად აიღოს. ისეთი ამბავია, მოკლედ, 2 დღეა გაუჩერებლად თოვს გურიაში, სოფელ ბახუში. სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ ჩვენდა, შუქი არ არის. რაც მოვასწარით ამ ბულიონის თუხთუხი მოვასწარით. ეხლა ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ძალიან მოინდომებენ და შუქი ძალიან რო დაბნელდება, მინიმუმ მაშინ მოვა. მაგრამ თუ მანამდე ვერ მოვიდა და თუ ვერ შეძლეს შუქის მოყვანა, ჩვენო მაყურებელო, წინაზე რასაც მიეჩვიეთ, რომ ღამე განათებაში ლამაზად თავში ჩრდილებით, შუქ ჩრდილებით, როგორც ბიჭები ეძახიან, იქნება, შეიძლება ეგეთი ვერ იყოს, იმიტომ რომ შუქი არ არის ბულიონი მზადა.
ავხედოთ. ეხა ამოვიხდი. თავჯერ ხოცა მოვიხდი. ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გადაწუროთ კიდევაც, ვისაც მოგწონთ ქსიამოვნებთ გაწმენდილი, ასე ვთქვათ, ნახარში შეგიძლიათ მარლით ან ნებისმიერ ტილოთი გაწუროთ ბულიონი და მიიღოთ ქათქათა ფერი. ეხა ამას მე დავუმატებ როგორც შეგვიძლია ტრუფელს, გემოზე გავსინჯავ, დავამატებ ჭარბის ფოთოლს, ქათამს. აი ნახე ქათამიც როგორ იშლება, იდეალურად მომზადებული არის, არც მაგარი არის. მნიშვნელოვანია, როდესაც ქათამს ამზადებ, არ გადახარშო და მაგარი ჩიჩია არ გამოგივიდეს. ქათამი რბილია. რაც მნიშვნელოვანია, ჭარხლის ფოთოლს ვიღაცას ისმანახის ფოთოლი მოსწონს, შეუძლია დაუმატოს ვიღაცას, კეილი მოსწონს მაგალითად. არა ხართ შეზღუდულები, ვიღაცა შეიძლება ქინძი მოსწონს და ის დაამატოს. ამას ახლა პატარაზე ჩავკეპავ და დავამატებ, იმიტომ რომ ცოცხალი გემო იქნება და არ იქნება ჩახარშული ჭარხლის ფოთოლი. აი ესე ცოტას დავამატებ. არომატსაც აიღებს. ეხა ყველაზე მნიშვნელოვანი რაზეც შეგვიძლით რომ ვისაუბრებთ, ეს არის ტრუფელის პასტა, რომელსაც დავამატებთ ჩვენ წვნიანს, რომელიც გახდის, არ უნდა მოგვივიდეს რა თქმა უნდა ბევრი, იმიტომ რომ დაკარგავს ბულიონი თავის გემოს. ტრუფელის პასტა. ტრუფელი არის სოკო, რომელიც სხვათა შორის საქართველოშიც მოიპოვება, მაგრამ ძირითადად გავრცელებულია საფრანგეთში, ცნობილია საფრანგეთში და მისი სიკარგი ასევე ისაზღვრება მისი ფასითაც. სადღაც 800-დან 1000 ევრომდე მერყეობს სეზონიდან გამომდინარე ტრუფელის სოკოს ფასი. ტრუფელის სოკო ძირითადად არა, ყოველთვის მიწის ქვეშ მოიძებნება, მასზე გეშავენ ღორებს სხვათა შორის და უკვე ძაღლები დაგეშეს, იმიტომ რომ ღორები ძიძგნიდნენ და აფუჭებდნენ აღმოჩენილ ტრუფელს და ძაღლი უფრო გაწვრთნილია და როდესაც აღმოაჩენს არ აზიანებს. და მაგის წვნიანი არის, ხორცთან ერთად ცოტა ხორცი, ცოტა ბულიონი მიაყო. რა გემოს გრძნობ, აბა? ბულიონის თუ რაღაცა განსაკუთრებულს, რომელიც ჯერ არ გაგისინჯავს? რომელიც ჯერ არ გამისინჯავს. იცი რა არის? სოკო. ეთყობა, მაგრამ რაღაცა განსაკუთრებული. რო არ გწოდნოდა რომ სოკოა, რა გემოს? სოკო ვიტყოდი წაბლი ამას. წაბლი. გავს ძალიან. შიგთავსი გავს წაბლისას. აი ესე უნდა ჯორკოზე დაჯდე, სითბოში. ღუღუნში და ცხელი ბულიონი დაგაკლდება დაამატებ. გაგიცივდება, გააცხელებ. უნდა აღმოგვეჩინა თავის დროზე ტრუფელები და ფრანგები ვაფშე ფრანგებს დავიხე. ისაც ვაჯობებ ფრანგებს ბევრ რამეში, მაგრამ ეს რაჭოლების ამბავია რომ ვაი და რა სოკოა? ის მეზობლის ძაღლი რო იყო სადა? მოკლა ჯერ გავარკვიოთ. ტრუფელიც უსაფრთხო სოკო არის, მაგის ხმა გვინდა ამ ყველაფრით, რომ ტრუფელს არ შეგეშინეთ, არ არსებობს არც ისეთი და არც ასეთი. ტრუფელი არის სასარგებლო. ბიჭებო რა დაკარგეთ, მაგრამ აგერ იმდენია რომ